არდადეგების დროს ბავშვებთან ერთად ბურთს თამაშობდა. რეპროდუქტორიდან ზაქარია ფადიაშვილის დაისის ჰანგები რომ შემოესმა. დაუვიწყარი იყო მისი მღელვარება. ასე შედგა პირველი შეხვედრა მუსიკასთან. ამის შემდეგ მთელი ცხოვრება ფალიაშვილი მისი კერპი და სიამაყე გახდა. ბავშვი, რომელიც ბურთის თამაშით იყო გატაცებული, სულ სხვა გარემოში აღმოჩნდა. მეოთხე სამუსიკო სკოლაში მას ვიოლინოზე დაკვრა დააწყებინეს. საკმაოდ კარგი პედაგოგი ყავდა, თუმცა სამჯერ გადაწყვიტა მუსიკისთვის თავი დაენებებინა. არ უნდოდა ვიოლინოთი ხელში სიარული, რადგან მის ასაკში ეს ბიჭებს ეთაკილებოდათ. მეოთხედ გადაწყვეტილება საბოლოო იყო. მუსიკის სიყვარული ლაღიძეების ოჯახს ტრადიციულად მოსდგამდა. დედა ხალხური სიმღერის დიდი მოტრფიალე იყო. მამიდის ქმარი ვასო გოგაძე არაჩვეულებრივად ფლობდა ინსტრუმენტებს. სწორედ მან აჩუქა თავისი ვიოლინო მომავალ კომპოზიტორს. რაც დრო გადის, უფრო მეც ვფიქრობ და უფრო ვაანალიზებ მის შემოქმედებასაც, ცხოვრებასაც და უნდა გითხრათ, რომ ძალიან უფრო და უფრო მწყდება გული იმაზე, რომ ამდენი დრო არის მე ვფიქრობ, რომ გაფლანგული, მაგრამ ის ასე არ თვლიდა, იმიტომ რომ ის თვლიდა, რომ მისთვის ყველაფერი ეს დანარჩენი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შემოქმედება და როგორც მისი კომპოზიტორობა. რეზო ლაღიძე არ განმეორდება. რეზო ლაღიძე არის განუმეორებელი და მას აქვს თავისი ადგილი და ასეთი კომპოზიტორი საქართველოში, ასეთი კომპოზიტორი, როგორც რეზო ლაღიძეა, ჩვენ არ გვყავს. მას არავინ არ გყავს. ალბათ ვერავინ ვერ ბაძავს და იმიტომ რომ რეზო ლაღიძე არის ყველაფერთან ერთად, გარდა იმისა, რომ არის რაღაცა ეს მოზღვავებული ტალანტი და ესეთი როგორც იტყვიან, მართლა ღვთისმოძებული ძალიან დიდი ნიჭი ქონდა მას. ამავე დროს ეს არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მას ქონდა ძალიან კარგი განათლება. ერთ დღეს სკოლაში მოეწყო თვითშემოქმედებითი კონცერტი. აქ გამოადგა სავიოლინო გამოცდილება. სცენაზე მოხეტიალე მუსიკოსის როლში გამოვიდა. დიდი წარმატება ჰქონდა. კონცერტის შემდეგ უთხრეს, ერთი ქალი მეორე დღისთვის მამასთან ერთად გიბარებსო. ეს ქალი მუსიკოსი აღმოჩნდა, ერთ-ერთი პირველი ქართველი პიანისტი, ლარისა ქუთათელაძე, თბილისის მეოთხე სასწავლებლის დირექტორი. სწორედ ამ ბედნიერმა დღემ გადაწყვიტა მისი მუსიკოსობა. მაშინ იქ ლუარსა ბიაშვილი სწავლიდა. მას მიაბარეს. პედაგოგმა ძალიან დააინტერესა. იგი გატაცებით მუშაობდა ბგერაზე. სანამ ცოცხალი იყო ბატონი რეზო, თითქმის ყოველთვის ვამბობთ, რა ეს ნაწარმოები ცოტა უფრო უკეთესია თუ რაღაც უფრო საყვარელია, ან რომელიმე ნაწარმოებზე ვიტყოდით. როდესაც გარდაიცვალა, იმის შემდეგ გავიდა ცოტა ხანი და აბსოლუტურად ყველა მისი ქმნილება ერთ სიბრტყეზე დაჯდა, რომელსაც ქვია უსაყვარლესი სიმღერები ქართველი კაცისთვის. და არა მარტო ქართველი კაცისთვის. არ არსებობდა რესპუბლიკა, არ არსებობდა ქალაქი, არ არსებობდა ადამიანი, ვისაც ისევე არ უყვარდა რეზო ლაღიძე, როგორც ქართველს. ეს იყო მისი ხალასი, ულამაზესი შემოქმედების დაფასება. ცოტა ხნის შემდეგ მოსწავლეთა სიმებიანი კვარტეტისათვის დაწერა 3 მინიატურა: გზავრული, იავნანა, აღმოსავლური ცეკვა. ამ კვარტეტში თვითონაც მონაწილეობდა. სასწავლებლის კონსულტანტი იყო ცნობილი ქართველი კომპოზიტორი დიმიტრი არაღიშვილი. ლუარსამ მასთხოვა მოესმინა რევაზ ლაღიძის ნაწარმოებები. დიმიტრი არაღიშვილმა და ცნობილმა თეორეტიკოსმა შალვა ასლანიშვილმა მოისმინეს პიესები. მაშინ ურჩიეს ეფიქრა მომავალზე და სწავლა საკომპოზიტორო ფაკულტეტზე გაეგრძელებინა. ერთად ვისხედით, თქვათ, სუფრასთან იყო ვიღაცა, უცებ იგრძნობდი, რომ ის ფიზიკურად კი არის იქ, მაგრამ უკვე სხვა ფიქრებშია წასული. ცოტა ჩაფიქრდებოდა ხოლმე, აემღრეოდა თვალები, უკვე ხვდებოდი, რომ რაღაცა მწიფდებოდა. მაშინ ადგებოდა ჩუმა, დაგვტოვებდა და წავედოდა თავის სამუშაო კაბინეტში.
1941 წელს დაამთავრა თბილისის მეოთხე სამუსიკო სასწავლებელი. ვიოლინოს კლასში მიღებული განათლება საწინდარი გახდა იმისა, რომ სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩარიცხულიყო. ძალიან მომთხოვნი პედაგოგი ყავდა, პროფესორი ანდრია ბალანჩივაძე. რევაზ ლაღიძე დიდი დატვირთვით მეცადინეობდა, რადგან ომის პერიოდი იყო და ხალხს უჭირდა, სწავლის პარალელურად ორ ადგილას მუშაობდა. დილით სიმფონიურ ორკესტრში უკრავდა, მერე რადიო კომიტეტში. მიუხედავად ასეთი დატვირთვისა ჩაიკოვსკის სახელობის სტიპენდიანტიც გახდა. ყოველთვის მეღიმება ხოლმე, როდესაც რევაზ ლაღიძეზე ამობენ ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, გამოჩენილი არა, რევაზ ლაღიძე იყო ქართველებისათვის ღვთისსაჩუქარი, რომელიც არა მარტო ქართველებისთვის, არამედ მთელი მუსიკალური სამყაროსთვის და მე ვთვლი, რომ კაცობრიობისათვის. იმიტომ რომ ბატონმა ლეზომ რასაც არ შეახო თავისი ხელი, ყველაფერი შედევრი დატოვა. კონსერვატორიაში შესვლისთანავე პირველივე წელს დაწერა სიმებიანი კვარტეტი, ვარიაციები, 2 სიმღერა. სიმფონიურ ორკესტრში მუშაობამ ხელი მის პროფესიულ მომწიფებას შეუწყო. გაფორმებული იყო კონცერტმეისტერის დამხმარედ. მერე ბოლო პულსზე დასვეს. წინ პარტიტურა ედო, უკრავდა ბეთჰოვენს, ვაგნერს, ბერლიოზს, შუმანს, ლისტს, ჩაიკოვსკის. ასე დაეუფლა პარტიტურის კითხვას, საორკესტრო ხელოვნებას. ბევრი ნაწარმოები შეისწავლა. მოგეხსენებათ, ახლა შემოქმედი ადამიანი ყოველთვის რაღაცა სირთულეებთან არის ხოლმე დაკავშირებული, იმიტომ რომ მაინც ყველაფერი მის გარშემო მოტრიალებდა და მის განწყობაზე იყო ჩვენი განწყობაც დამოკიდებული, ხელის შეწყობა ჭირდებოდა დედას მხრიდან. საერთოდ არ არის ადვილი შემოქმედის ცოლობა და ნუ ყველა ვცდილობდით, რომ რაღაცნაირად აგვება მხარი, მაგრამ თვითონ განსაკუთრებულ პირობებს არ ითხოვდა. კაცი მუსიკა, ასეთი სინონიმი მოუხმია ხელოვანის პორტრეტის შესაქმნელად აკაკი ბაქრაძეს. რევაზ ლაღიძის თბილისო ერისა და პიროვნების თავისუფლების, ბედნიერებისა და სრულყოფილების ერთგვარი სიმბოლოა. რევაზ ლაღიძემ ჰიმნთა შორის უფრო დიდი ჰიმნი უძღვნა ჩვენს დედაქალაქს. მართლაც მისი ჰანგები ცასა და დედამიწას აკავშირებს. დავარდების მხარა უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა სად არის სხვაგან ახალი მარაზი სად არის ჩაგარა ძალიან ხშირად მიკითხავს და მითქვია, რომ აი საიდან ამდენი მელოდია, ასეთი წრფელი, ასეთი სადა თან, ასეთი მდიდარი ამასთან ერთად, ამდენის მთქმელია, ესეთი მომფერებელი და იცი აი რაღაცა მართლა მალომოსავით ედება თითოეული მელოდია მისი, ეს საორკესტრო ნაწარმოები იქნება თუ სასიმღერო შემოქმედებასაც გულისხმობ, ეს არის რაღაცა საოცრება. საფორტეპიანო ვარიაციები მისი პირველი ნაწარმოებია. 1958 წელს კონსერვატორიაში სადიპლომო ნაშრომის სიმფონიური პოემის სამშობლოს მოსასმენად მკაცრი კომისია შეიკრიბა. დიდი ცოდნისა და გამოცდილების ადამიანები, რომლებსაც ბეთჰოვენზე, ჩაიკოვსკიზე, შოპენსა და სხვა გენიალურ შემოქმედებზე ჰქონდათ ყური მიჩვეული და ტყუილ უბრალოდ საქებს ვერაფერს ათქმევინებდი. და ის ზეიმობდა ხუთიანს. ეს იყო მისთვის იმედის ვარსკვლავი. ასე დამთავრდა სტუდენტობის ხალისიანი ხანა. მამაჩემი არასოდეს არ უკრავდა ხოლმე, ნუ თავის მასაც კი არ უკრავდა თავის სიმღერებსაც ისე და თუ მუშაობდა, ან თუ თხოვდნენ თქვა თან რაღაც მეგობრული შეხვედრა იყო ან რაღაც. და მე მახსოვს ერთხელ სახლში მოვედი და ხედავ და უკრავს
ვაზო ქალწულო და აი სიმღერას ვაზზე. ესე იგი ამითი ალბათ ყველაფერია ნათქვამი მისი დამოკიდებულება ბატონი რეზოსა და მისი შემოქმედების მიმართ. მოგვიანებით კომპოზიტორთა კავშირის წევრი გახდა. 1959 წლის 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართული მუსიკის დეკადა გაიხსნა, სადაც კონცერტის მეორე განყოფილების დასასრულს საქართველოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შესრულდა სიმფონიური პოემა სამშობლოსათვის. როგორც კი გამოჩნდებოდა ვინმე ახალგაზრდა კომპოზიტორი, აი უნდა გენახათ. სულ ყველა უნდა მისი თვალსაწიერში ყოლოდა, მისი ფრთებს ყოლოდა და სადაც კი მიდიოდა საღამო ექნებოდა, ვთქვათ, რაიმე შემოქმედებითი საღამო საქართველოს ამა თუ იმ ქალაქში თუ სათუს, ყოველთვის ცდილობდა რომ ახალგაზრდები წაეყვანა. ეს ამ ახალგაზრდების წარმოჩენაც იყო. აი, ნახეთ მე ვისთან ერთად ვარ, აი ესენი ჩამოვიყვანე, ესე იგი, ესენი მომავალი არიან ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მუსიკის. რევაზ ლაღიძეს ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა, მისი ყველა კუთხე კუნჭული. სწორედ აქედან მოდიოდა ხალხური სიმღერების სიყვარული. სიმღერა ნოტებით არასოდეს უსწავლია. საქართველოს თითქმის ყველა კუთხის სიმღერა იცოდა. საზოგადოების რომელ ფენასთანაც არ უნდა შესრულებულიყო რონდო ტოკატა ბატონი რეზოსი, მაინც განსაკუთრებით ბატონი თენგის გიზი ამერინჯიბი რო ასრულებდა, ესე იგი ეს იქნებოდა 31 ქარხნის მუშათა კოლექტივი თუ კონსერვატორიის დიდი დარბაზი, აი ერთნაირი სიყვარულით, ერთნაირი აღტაცებით აღიქმამდა საზოგადოება. ხელოვანს მიაჩნდა, რომ ნიჭიერი კაცი თავის თავს ყოველთვის იპოვის, საქმესაც გააკეთებს, მაგრამ მწვერვალებს ვერ დაიპყრობს, თუ არ დაიყრდნობა მშობლიურ სასიმღერო ტრადიციებს. სწორედ ეს მშობლიური სასიმღერო ტრადიციებია განუმეორებელ იდუმალ ხიბლს, რომ მატებს კომპოზიტორის მთელ შემოქმედებას, რომლის გვირგვინია ოპერა ლელა. პატარა ვიყავი, ნუ აი თინეიჯერიც არ ვიყავი, ჯერ როცა დაიწყო ამაზე მუშაობა, სულ მესმოდა რომ ოპერას წერს, ჩემი სახელი უნდა ერქვას ამ ოპერას, მაგრამ მაშინ როგორც ეს მიმაჩნდა, რომ მე რაღაც თანამონაწილე ვარ ამის, ეს ბავშვური გულობრყვილობა იყო და მეგონა რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ იქნება რაღაცა, რასაც შენ იმსახურებ, თქვათ და ამიტომ არ ქვევენ ამას სახელს. რა თქმა უნდა, მე ხა ეს გავაცნობიერე, რამხელა პატივი იყო და რამხელა რეზოსკან მასაც მეუბნებოდა ხოლმე, აი შენ თუ მაწყენინებ, მე შენ სახელს არ დავარქვე ოპერას. ხალხური ჰანგის გამოყენებით შექმნა საჭიდაო. მინიატურულ კომპოზიციათა შორის ამ ნაწარმოებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. რევაზ ლაღიძის მემკვიდრეობის სრულიად უნიკალური მოვლენა მისი უკვდავი სიმღერებია. მის სიმღერებში ბორგავს სული ქართული, სიტყვა ქართული, მზე ქართული, ეშხი და პეცი გაუხუნარი ივერიისა. მორის ფოცხიშვილი. იყო ჩამოსული იაპონიიდან შესანიშნავი დირიჟორი ხიროიუკი ივაკი, არ დამავიწყდება მისი გვარი და სახელი. და საჭიდაო, აი იაპონელმა საჭიდაო. გავამეორებინეთ საჭიდაო კიდე ერთხელ, აწია ხელი მიცა ორკესტრს შესავალი. როგორც კი პირველი აი შესავალი აკორდები მორჩა, დადო ჯოხი და გავიდა კულისებში და დატოვა ორკესტრი მარტო. და მორჩა ეს ბოლო აკორდი დაუკრა ორკესტრმა, შემოვიდა, მივიდა პარტიტურასთან, დაუკრა ტაში და გავიდა. ეს იყო საოცრება. აი იქედან ესე იგი
ამ მომავალი მზის ქვეყნიდან ჩამოსულმა უცნობმა დირიჟორმა აი ამ ხელა დიდი სიყვარულით გააკეთა ეს ჟესტი ბატონი ლეზოს მიმართ. მას არასოდეს უოცნებია კომპოზიტორობაზე. მამამისი, რომელიც მეტად თავშეკავებული კაცი გახლდათ, იტყოდა ხოლმე: ნეტავი ამონავრისგან დადგება ოდესმე კაცი. ის აიძულებდა ესწავლა მუსიკა. შემდგომში, როდესაც მამამ სიმღერები მოისმინა, ძალიან გაიკვირვა. სიმღერის წერა დაიწყო ყაზბეგის ტექსტზე დაწერილი რომანსით „ჩივილი“. მერე კი უმეტესად მის მეგობარ პეტრე გრუზინსკისთან ერთად მუშაობდა. რევაზ ლაღიძის მუსიკა თავიდანვე გამოირჩეოდა თვითმყოფადობით, მელოდიური სიცხოველითა და მრავალხმიანობით. მას არ სჭირდებოდა ხალხური სიმღერის სწავლა. მან იგი იცოდა. ბავშვობიდანვე შესიტყორცებული ჰქონდა ის, როგორც მშობლიური დედაენა. ეს იყო მისი უდიდესი სიმდიდრე. ალექსი მაჭავარიანი. ილია ჭავჭავაძე ამბობდა: სიტყვა გარეგანის სამოსელია აზრისაო. მუსიკა კი ალბათ გარეგანის სამოსელია სულისა. იმ სულისა, რომელიც ღმერთმა ჩაბერა ადამიანებს. ღმერთმავე მოუძებნა სამოსელი თავისი შემოქმედების ნაყოფს მუსიკის სახით. ამბობენ, რომ პიროვნებისაგან აბსტრაგირებული შემოქმედება არ არსებობსო და ეს ძალიან კარგად ჯდება რეზოს პიროვნულ პორტრეტში, იმიტომ რომ აი მისი მუსიკა რა ემოციებსაც იწვევს, ეს ძალიან აისახება მის შემოქმედებაზე. აი შეიძლება სულ არ იცნობდე რეზოს და იცოდე რა იყო მისი კრედო, რითი სუნთქავდა, რა ეს ის უბრალოება, ეს სიბრძნე, ეს კაცთმოყვარეობა, ვაჟკაცური ბუნება, ძალიან ვაჟკაცური თვისებები ქონდა, მაგრამ ამავე დროს ისეთი ლირიკოსია. რევაზ ლაღიძის უმდიდრესი მელოდიური სამყარო მარადიული ფასეულობების საგანძურშია შესული. ის თავს დასტრიალებდა კინოსტუდია ქართულ ფილმს. ყველგან იყო, სადაც მისი მუსიკით ფილმს იღებდნენ. ქართული ფილმების წარმატების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის სიმღერებია, რომელთაც დღესაც დიდი სიამოვნებით მღერიან ქართველი შემსრულებლები. როდესაც მისი დაკრძალვა იყო, მახსოვს რილუბის პანთეონთან კართან ვიდექი და მოასვენებდნენ. და უცბად გაისმა ჭრელ ბაღდადზე გავშლის უფრას და მე და მამა ვიდექით და მამას უთხარი მიხები, მაგრამ იგი რა გაჭირდა ხა ამისთან, რომ ეს სიმღერა არ ჩაერთოთ მეთქი, იმიტომ რომ რაღაც ქალაქური ხალხური, ანუ მგონია. ამჩემ მითხრა ეს რეზო ლაღიძის სიმღერა, აი ეს არის დიდი გამარჯვება, როდესაც ხალხს ხალხური გონია. მისი გატაცებები ნადირობით ეს იყო ბუნებასთან დიდი სიახლოვე. მონადირეობა საბაბი იყო იმისა, რომ ფეხით შემოევლო სათაყვანებელი საქართველოს ველმინდვრები. მისი მთავარი დამტკბარი იყო მშობლიური მიწაწყლის სიდიადითა და ბარაქით. უნდა გენახათ, როგორ ესიყვარულებოდა ყოველ ბუჩქს, ხეს, წყაროს. მეგობრები თავისი ისყავდა პროფესიონალი მონადირეებიც იყვნენ, მეთევზეებიც იყვნენ, შემოქმედი ხალხიც იყო, ისე ჩაითრევდა ხოლმე. ჩაითრევდა ჯერ რაღაცით მოხიბლავდა, მერე უკვე ისინიც თვითონ იყვნენ მომართულები, რომ აბარეზო როდის მივდივართ, როდის ისა და მერე უკვე შეიქმნებოდა ახლა ესეთი გუნდი. და საამთარ ზაფხულს, როცა ნადირობის სეზონი იყო, სანადირო დადიოდნენ, როცა თევზაობის და მიზეზი არ ელეოდა რეზო. სულ რო არ ყოფილიყო არაფრის სეზონი, მაინც შეიძლება წყლის დასალევად წასულიყო ანანურში და იქ დაელია წყალი. ეს მიზეზი იყო უბრალოდ. სამშობლოს მშვენიერებით აღფრთოვანებულ შემოქმედს უზომოდ უყვარდა მეგობრებთან ერთად ნადირობა, რადგან თვლიდა, ტყე თავის იდუმალებით, თავისი საოცრებით ყოველთვის არის შემოქმედებისათვის შთაგონების წყარო. გაშლილი ბადით მშობლიური მდინარეებიდან თევზებთან ერთად თითქოს იდუმალი ხმები მარგალიტებივით ამოჰყავდა. მის რომანტიკულ არსებაში ბუნება მღეროდა და ისიც ბუნების კილოზე სიმღერას ეშურებოდა. მისი მუსიკა საქართველოს გავდა. მიყვარს ჩემი ქვეყანა, მისი ყოველი კუთხე კუნჯული, მშობლიური იმერეთი, კახეთი, გურია, სამეგრელო. აქედან მოდის ხალხური სიმღერების სიყვარულიც. ჩემი სისხლია ეს. სიმღერა ნოტებით არასოდეს მისწავლია. ნოტებით ვერ ისწავლი ხალხურ სიმღერას. უნდა ბევრი იწანწალო, უნდა შეგესო შენი მიწაწყლის ეკალი. ექსკურსიანტად შენს ქვეყანას არ უნდა მოევლინო. ექსკურსიით შენს ხალხს ვერ გაიცნო. მნიშვნელოვანია ეს, რომ ხალხური სიმღერა იცოდა ძალიან კარგად, მე ბუნებასთან იყო ძალიან ახლოს.
აი თითქოს თითოეული მისი ნაწარმოები, რომელიც არ უნდა მოისმინო, ყველაფერი არის ძალიან ახლო კავშირში აი საქართველოს ბუნებასთან, ზოგადად ბუნებასთან. აი ეს სამყარო საქმე, მშვენიერების საქმე. ეს ისეთი, აი რაღაცა ისე უშურველად აქვს. რევაზ ლაღიძის შემოქმედებაში სიყვარულის თემა შინაგანი სინაზით და სინატიფით, კლასიკური ფორმების დაცვით მაღალ რანგშია აყვანილი. სიყვარულის იდეალი კი მის შემოქმედებაში მისივე მეუღლის უმშვენიერესი თინათინ შატბერაშვილის სახით წარმოგვიდგება. შემოქმედი არასდროს არ იყო განცალკევებული როგორც მეუღლე და როგორც გამოჩენილი კომპოზიტორი. ის იყო რაინდი, მონადირე, მებადური, თამადა, სპეტაკი გულისხმიერი, ხან ბობოქარი, ხან ბავშვივით გულუბრყვილო. სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა, მეგობრების გარეშე, ბუნებაში გასვლის გარეშე. ეს არ იქნებოდა მისთვის საკმარისი მარტო სამუშაო ოთახში ჯდომა და მუშაობა მისთვის არ იქნებოდა და ალბათ ვერ შექმნიდა იმას, რაც აქვს შექმნილი. აი როგორც აკუმულირება რო ხდება ხოლმე, ხო იცით, აი ესე დამუხტვა ჭირდებოდა ხოლმე 3-4 დღე ყოფნიდა რომ ჩამოვიდოდა თავისი ნადირობიდან და თევზაობიდან 3-4 დღე ის იყო დამუხტული და ქმნიდა და მუშაობდა და მერე უკვე ისე წყურვილი უჩნდებოდა რომ გასულიყო მთავარში. უყვარდა ოჯახი, ტკბებოდა შვილებითა და შვილიშვილებით. მათთან ყოველთვის სახე გაბრწყინებული და ბედნიერი იყო. ეს სიყვარულებოდა და ანებივრებდა მათ. ვერ იტანდა სიმარტოვეს. ბედნიერი იყო ადამიანთა გარემოცვაში. ჩვენი ყველა შეხვედრა იყო ასეთი. სადაც არ უნდა ყოფილიყავით, თბილისში, ქუთაისში, მოსკოვში თუ სად. ბიჭო, გომარი, რაიო, რა თქვა იმ შალმა შაშმა. რას ჩიოდა ის შავი შაშვი? შავი შაშვი არის შესანიშნავი გურული სიმღერა. ერთ-ერთი უწყინვალესი ნიმუშია ქართული სასიმღერო ჟანრის და იმ ჩემ გურულობასაც უნდა ხას. რაიო, რა თქვა ბიჭო, შავმა შაშმა, რა ჩიოდა, შავი შაშვი ჩიოდა, ასე იწყება. მისთვის ადამიანებთან ურთიერთობა იყო მთავარი. რევაზ ლაღიძისთვის არ არსებობდა ჩინიანი თუ უჩინო ადამიანი. შეეძლო საბრალო მოხუცისთვის მთელი ქვეყანა შეეძრა, ყველა შეეწუხებინა. საოცრად მოქმედებდა მასზე ქართველ ბერიკაცებთან საუბარი. ბავშვებთან კი მათზე უფრო მეტად გულუბრყვილო ხდებოდა. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა. ყველას უხაროდა მასთან ახლოს ყოფნა, როგორც პოეტის ლექსშია ავტორისული გადმოცემული, ისე კომპოზიტორის სიმღერაში მისი კეთილი და ლამაზი სული მეტყველებს მღერის აცებს თან მიყავხარ სიკეთისა და სილამაზის სამყაროში. ამ კაცმა დატოვა თავის მელოდიებში, თავის საოცარ ნაწარმოებებში აი ეს ქართული სული ისეთი, რომელიც არასდროს დაბერდება, რომ თუ გინდა რომ შვილი გაზარდო და გინდა ქართველად გაზარდო, აი ერთ-ერთი ასე ვთქვათ, შემადგენელი ნაწილი აი იმ ასე ვთქვათ პროცესისა, რომელიც ზრდასთან არის და აღზრდასთან დაკავშირებული, უნდა იყოს რევაზ ლაღიძის მუსიკის და მისი შემოქმედების კარგად შესწავლა და მოსმენა. რევაზ ლაღიძეს ღმერთმა არგუნა სიცოცხლეშივე მოსწრებოდა დიდ აღიარებას არა მარტო სამშობლოში, საზღვარგარეთაც. მისმა კოლეგებმა იგი აღიარეს ქართული სიმღერის კლასიკოსად. ეს კი ერთეულთა ხვედრია. ის ნაკლებად უწევდა ანგარიშს გარედან შემოჭრილ დინებებს. თავის დაძაბული და მდიდარი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდა. უმღეროდა იმას, რაც აღელვებდა და შთააგონებდა. წერდა ისე, როგორც სწამდა და სჯეროდა. საოცრად ნაზი და ფაქიზი ბუნების იყო თვითონ. როგორც ამბობენ, უბრალოებაო, ეს არის სრულყოფილების უმაღლესი საფეხური. აი, მე მგონი ამასთან აგვაქვს საქმე. თუ კი ვინმე იყო ქართული სულის და ჯიშის მატარებელი, ეს ბატონი რეზო იყო, ეს იყო ზეიმი ქართული მუსიკის. ქართული მუსიკის ზეიმი იყო აქაც ჩვენთან ხო იყო და იყო თბილისში. შემდეგ მოსკოვში, როდესაც სახელმწიფო პრემიაზე წარადგინეს. ერთ საღამოს რევაზ ლაღიძემ წაიკითხა გალაქტიონის პატარა ლექსი, დაიძინე. იყურებოდა სივრცეში, ცრემლები მოერია, ხმაში სევდა დაიწყო. მეორე დილით ის უკვე აღარ იყო. რევაზ ლაღიძე 1991 წლის 16 ოქტომბერს გარდაიცვალა.